პირველამდე პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას. სად მოუწევს შეხვედრა იუბილარ სახალხო არტისტს თამარ სხირტლაძეს, რას წერდა საუკუნისწინანდელი პრესა დღეის წორს და რას ისწავლიან მოზარდები ფინური სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც თბილისის სკოლებში შევიდა. დღეს ჩვენი გუნდი პირველამდე წარმოგიდგენთ. დევნილი მამაშვილის ისტორია მოკლემეტრაჟიან ფილმში. ყარაბაღის სცენარისტის სარეჟისორო ნამუშევარი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ირაკლი სოლომონაშვილი და თემიკო ჭიჭინაძე სტუმრად პირველამდე. ყველაზე კრეატიული ახალგაზრდების ყოველწლიური თავშეყრის ადგილი კანის ლომების კონკურსის შემოქმედებითად მოაზროვნე მონაწილეების აღმოჩენას ელის. Უბრალოდ მოვიდნენ იმას, რომ დიდ სცენაზე ქართველები ისევავდნენ და გასცენ საქართველოს დროში. სოფლიო მნიშვნელობის კონკურსის დეტალებზე მის ქართველ წარმომადგენლებთან, აკო ახალაიასა და ლევან ლექსვერიძესთან ვისაუბრებთ. ხუთშაბათის ტრადიციული რუბრიკა და მისი ემიგრანტი ავტორი. რაზე მოგვითხრობს ამჯერად მკვლევარი და ჟურნალისტი მანუ ჩარპირველი. ამერიკული ხუთშაბათები შემოგვიერთდით პირველამდე. გუშინ ჩვენს ნიუს ცხოველების შესახებ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. მე მგონი სწორედ ამან გაუკეთა პროვოცირება, რომ ბაჩივალიშვილს დღეს კვლავ ცხოველებზე უყურთ ამჯერად თემა აქვს გახსნილი ჩვენს Facebook გვერდზე. მოგესალმები ნინა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დღეს სოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღეა. ეს ყოველდღე რაღაც ის დღე გამოდის, მაგრამ დღეს ეს დღეა და ამ დღესთან დაკავშირებით 14 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მუნიციპალურ თავშესაფარში ღონისძიებას მართავს. სადაც შეგიძლიათ წაიყვანოთ ბავშვების და ბავშვების იქნება სხვადასხვა გასართობი აქტივობები და ასე შემდეგ. და თქვენ მაყურებელს ახლა ჩვენთან 2 საათამდე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მიუსაფარი ცხოველების სურათები თქვენ სახლთან, თქვენ სამსახურთან ან ასთან თუ გაქვთ ტელეფონში ისე ადრე გადაღებული, გამოგვიგზავნოთ ყველა სურათი, ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ეთერში მოვახვედროთ. მე მოგვიანებით აგებრუნდებით ვებამბებით ტექნოლოგიურ, ასე ვთქვათ, სიახლეებზე უნდა გესაუბროთ. შემოგიერთდებით რამდენიმე წუთში. სახალხო არტისტს თამარ სხირტლაძეს 90 წელი უსრულდება. იუბილესთან დაკავშირებით მსახიობს შეხვედრა მოუწყვეს კულტურის ცენტრ არტ ჰოლში, რომელიც ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარეობს. გაიხსენეს მისი შემოქმედებისა და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპები. საბავშვო ანსამბლებმა მუსიკალური ნომრები მიუძღვნეს, მურმან ჯინორიამ გალაქტიონის ლექსები წაიკითხა. მსახიობთან შეხვედრას თაყვანისმცემლებთან ერთად მეგობრები და კოლეგებიც დაესწრნენ. იუბილესთან ერთად თამარ სხირტლაძეს სამსახიობო შემოქმედების 75 წლის თავით მიულოცეს. კინოში 40-მდე, ხოლო თეატრში 70-მდე როლი აქვს ნათამაშები. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს უთანამშრომლია სამეფო უბნისა და რუსთავის თეატრებთანაც. სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე ორგზის სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი გახლავთ, მიღებული აქვს ხელოვნების ქურუმის წოდებაც. ეს სიყვარული, რაც მე დღეს მივიღე, ეს მეყოფა, იცით, კარგა ხანს მეყოფა და მე კიდე გამოჩნდება ალბათ ვიღაცა, ვისაც ვეყარები და კიდე მე ის გამიძლიერებს და ამასობაში გადავდა ეს მე მგონი საუკუნეს მივაღწევ. ყველა მსახიობს სცენა უნდა. იმიტომ რომ სცენა ახანგრძლივებს მათ ცხოვრებას. ასეთი იყო ყველა დიდი მსახიობი და მათ შორის თამარიც. ის რაც თამარ სხირტლაძეს ეხება და მის 75 წლის თავს სცენაზე არსებობისა. ეს არის ძალიან უცნაური და ძალიან დასაფასებელი ფაქტი. მსახიობი ვიკა კალანდია, რომელსაც მაყურებელი სერიალ ჩემი ცოლის დაქალებიდან იცნობს, Netflix-ის ახალ სერიალში ითამაშებს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც მსახიობს მეგობრები წარმატებას ულოცავენ. ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ვებერი სერიალზე ქართველ რეჟისორ სალომე კალანდიასთან ვიკას დასთან ერთად უკვე მუშაობს. ისტორიული ჟანრის სერიალს მამლუქების შესახებ იღებენ და მასში ძირითადად ეგვიპტელი და სირიელი მსახიობები თამაშობენ. გადაღებები ტუნისში დეკემბერში დაიწყო და ხანმოკლე პაუზის შემდეგ ახლახანს ისევ განახლდება. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის თუ როდის გამოვა სერიალი მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელში.
ქალთა მიმართ ძალადობა ზუგდიდისა და გალის კონფლიქტით დაზარებულ მოსახლეობაში საქართველოს დახმარების კომიტეტმა ერთწლიანი კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაამართა პროექტის ფარგლებში. კვლევა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე 20 სოფელში ჩატარდა, რისთვისაც 700-ზე მეტი რესპონდენტი გამოიკითხა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია კერძო და საჯარო სივრცეში ქალებზე ძალადობის მიმართ დამოკიდებულების და მათი უფლებების შესწავლა. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო რეგიონებში ასეთი მასშტაბის კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ახლა ეს დოკუმენტაციის განმარტად შეუძლია მიმართოს, რომ არსებობს კვლევა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის მოიცავს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ არსებულ 20 სოფელს გალის და ზუგდიდის რაიონში. კვლევა არის მნიშვნელოვანი, რადგან გვაწოდის იმ ინფორმაციას დევნილთა დასახლების და ქალთა მიმართ ძალადობის ჭრილში დევნილთა დასახლებაში პირველ რიგში ისეთ ინფორმაციას, რომელიც აქამდე არ ვიცოდით. ვფიქრობ, რომ მართლა ისეთი კვლევა იყო, რომელსაც ძალიან ბევრი მიმართულებით გაგრძელება ჭირდება, განსაკუთრებით ვფიქრობ, რომ სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების და ჯანმრთელობის კუთხით და ორგანიზაცია ჯეოკორმა მართლაც რაღაც უზარმაზარი სამუშაო შეასრულა და მგონია, რომ რაღაცა კარგი საფუძველი ჩაუყარა იმას, რომ კიდევ უფრო საფუძვლიანად და გაფართოვდება ეს კვლევა სხვა მიმართულებით. აჩუქე წიგნი ასეთია იმ კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც 23 აპრილს ტრადიციად უნდა დამკვიდრდეს. წიგნის ჩუქების დღე საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს დაემთხვევა. იდეა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, მწერალ გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის. ტრადიციის შემოღების ინიციატორი იმედოვნებს, რომ 23 აპრილს კიდევ უფრო მეტი ახალი წიგნი ახალ მფლობელს იპოვნის. ეს ინიციატივა გარდა თვისობრივი ნაწილისა, გულისხმობ იმას, რომ ჩემი სურვილით და უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სურვილით ერთი მეორე საჩუქებს წიგნს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია სიმბოლურად შევახსენოთ წიგნიერების მნიშვნელობა საზოგადოებას. ეს იქნება დღე, როდესაც ყველას გვემახსოვრება თუნდაც სოციალურ ქსელში, რომ არსებობს წიგნი და მე შეიძლება ირიბად თავიც მივატრიალოთ მისკენ. მე უბრალოდ მქონდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი ტრადიციად დამკვიდრებულიყო ქვეყანაში, თორემ წიგნის ჩუქების დღეები ხანდახან რომელიღაც დღეს მიახოლმე აქაც. ძალიან კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი 23 აპრილს საავტორო უფლებების დღეს დაუკავშირდება, რაც პირდაპირ კავშირში შეაბუნებრივია წიგნთან. გამარჯობა რუბი, ამ სახელწოდების ფინური საბავშვო წიგნებით საქართველოს 5 სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებს ისწავლიან. სახელმძღვანელოების სერია, რომელიც ასეა დასათაურებული, თავგადასავალი პროგრამირების სამყაროში და მოგზაურობა კომპიუტერში 25 ენაზეა თარგმნილი და გამოცემული. მათ შორის ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, იტალიურად, ესტონურად, იაპონურად და ახლა უკვე ქართულადაც. კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მოწვევით წიგნების სერიის ავტორმა 33 წლის ფინელმა პროგრამისტმა ლინდა ლუკასმა 60 ქართველ მასწავლებელს სერტიფიცირებული ტრენინგი და ვორქშოპი უკვე ჩაუტარა. ლუკასი ჟურნალმა Forbes-მა 2018 წლის ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ევროპის საუკეთესო 50 ქალს შორის დაასახელა, ხოლო ევროკომისიამ მას ფინეთის ციფრული ჩემპიონი უწოდა. დღეს ხუთშაბათია და ჩვენი ტრადიციული რუბრიკის ამერიკული ხუთშაბათების ფარგლებში ნიუ-იორკიდან ჟურნალისტი, მკვლევარი და კოლექციონერი მანუჩარ პირველი პირდაპირ ეთერში ისტორიით ახლა გვერდება. მანუჩარს პირველს მივესალმებით, რამდენადაც ვიცი კავშირი უკვე არის ნიუ-იორკთან. მანუჩარ, დღეს რაზე უნდა გვიამბო? გამარჯობა ნინო. ტრადიციულად დღევანდელ დღეს მე ერთ ამერიკულ ქალაქზე მოგითხრობთ. ჩიკაგოზე. განგსტერების და თავზე ხელაღებულების ქალაქზე. რომელზეც სხვათა შორის ჩვენ მხოლოდ კითხულობთ, ან ნანახი გვაქვს რაღაც დოკუმენტური მასალა, ფოტო, ვიდეო, მხატვრული კინო, ფილმებიც, რა თქმა უნდა, ბევრ ქართველს არ აქვს საშუალება მოხვდეს ამ ქალაქში და შენგან მასზე მონაყოლი კიდევ უფრო საინტერესოა, იმიტომ რომ პირველი პირის თხრობით ვისმენთ ახლა ჩვენ ამ ქალაქზე. ნამდვილად, ნინო, მე არ ვიცოდი რომ თურმე შეიძლება
არსებობდეს სათავჯენიანი ქალაქი ამერიკაში და არ იყოს ჭუჭყიანი და ერთი მეგაპოლისისავით არ დავასახელებ ახლა მის სახელს აბრუნდი. შიკაგო ორ ნაწილად იყოფა. ქუჩაში ნებისმიერი ადგილის მისასვლელად გეტყვია. ოპრას სახლამდე არ მისული, ოპრას სახლს რომ ჩასცილდები. და ამით დაგავალდებულები. ანუ ოპრას სახლი თუ არ იცი ჩიკაგოში ვერ დადიხარ, ვერ მოძრავ. დაკარგულია, წასულია შენი საქმე ხელიდან. ამით დაგავალდებულები რომ იცოდე, რომ ოპრა უინფრი არის მათი. და უნდა იცოდეს სად არის ოთერ თაუერი, რომ არ დაიკარგო და საერთოდ ქალაქში მანევრირება შეძლო. და ყველაზე საინტერესო რაც არის, თუ მაინც დაიკარგები და ნებისმიერი მაღაზიის გამყიდვა შეეკითხები. გამოყვება მაღაზიიდან ქუჩაში. ხელებით, ფეხით, საკმაოდ ემოციურად აგიხსნის საით უნდა წახვიდე. მაგრამ რაც ჩემთვის გასაკვირია, მე თვალს დაგადევნებს. სანამ არ დაეკარგები თვალსაჩინო და თუ დაგინახა, რომ შეგიშალა, წამოგეწება. დაძე ხეს დაგადებს და სწორი გზისკენ მიგაბრუნებს. მე მახსოვს თბილისი, პატარა პარალელი უნდა გავაკეთო რა. საქართველოში, ქალაქებში და განსაკუთრებით თბილისში, სანამ ეს გაუსაზლისი საცობები დაგვრჩენდებოდა, ასე იყო სწორედ ვიღაცა უცხოელი ანუ სტუმარი ჩვენი სტუმარმა სპინდლობის ამბავი ხო იცი მოგეხსენება რომ გეკითხებოდა მძღოლს მაგალითად საჭესთან რომ სად არის ეს ქუჩა ხო პირდაპირ ეუბნებოდნენ ხოლმე გამომყევიო და მანქანით უძღოდნენ წინ ეხლა საცობები ამის საშუალებას აღარ პარალელია აი ზუსტი პარალელია და უბრალოდ სხვანაირად თბილი ხალხი არის ესენი და მეგაპოლისისთვის და ისეთი დიდი ქალაქისთვის როგორც მეტროპოლისი არის ჩიკაგო ძალიან უჩვეულო თბილნიანიან და რაც ყველაზე მეტად შესამჩნევი არის არსად ეჩქარება ნიუ-იორკში შეიძლება გადაგთელონ კიდეც იმდენად სწრაფი ტემპი არის ქალაქის ცხოვრების ნინო ჩემს ქუთაის 1-2 ისეთი ცოდნე და მოყვარული რო ყავდეს აი მე რო ტურავტობუსის მძღოლად შემხვდა იქ ჩიკაგოში აი მაშინ აღარ უჩის საერთოდ იცი რომ ყველა სამსახური არის მოსაწყენი განსაკუთრებით თუ ყოველ დღე ერთი და იგივეს გამეორება გიწევს და 1000 ჯურის ადამიანი შემოდის შენს ავტობუსში მაგრამ ეს ჩვენი გიდი აი გაგიჟდა სანამ ჩიკაგო ერთი ნახვით არ შეგვაყვანა და მე მოგიყვები როგორ დაიწყო მან თხრობა ხედავდით განახებდა ამ ულამაზეს ცათამჯერებს და გონებიდან ვერ ვიშორებდით 1871 წელს ერთ ღამეში პირისაგან მიწისა აღმით ცეცხლში ჩაფერფლიან ჩიკაგოს რა შეძლებია თურმე სიყვარულს და განსაკუთრებით ქალაქის სიყვარულს მე მის შემდეგ მიფიქრია რომ ალბათ ხის ჩიკაგოც ისე უნდა გადაშენებულიყო როგორც ქრისტემდელი წარმართული ღმერთები რომ სოფლიოს პირველი ცათამჯენის მიწა აი აქ ჩიკაგოში გაჭრილიყო ავტობუსით როცა ვათვალიერებდით ქალაქს რომელიღაც კუთხეში თვალი მოვყარი უამრავი ფეხის ქანდაკებას ეს იყო უტანურ რკინის ქანდაკებები და რკინისათვის რკინის მასალა იყო და დაჟანგვის უფლება მიუცია და მოწითალო აგურისფრად რაღაცნაირად შემზარავად ომისფრად ჩანდა რამდენი წყვილი ფეხია 106 ფეხი და ეს ყოფილა პოლონელი მოქანდაკით მაგდალინა აბაკანოვიჩის სკულპტურა. თურმე ომი რომ დაიწყო, ის სულ რაღაცა პატარა ყოფილა 3 წლის და იმ შიშის, იმ დაბნეულობის მომენტში მის გონებას ეს ფაქტი მხოლოდ სხვადასხვა მიმართულებით. მიმავალი აი დაბნეული ფეხებით აღუქვია და როცა კი შენ თავადაც აი ამ ხელა უკვე შეხვალ იმ თითქმის 3 მეტრია ამ 106 ფეხს შორის აი მაშინ წარმოიდგენ რომ იმ პატარა ბავშვთაც წარმოიდგენ თავს რომელმაც დაინახა ომის დაწყება და ის საშინელი ემოციები რომელიც შესაძლებელია მისულიყო ამ პატარა ბავშვის
გონებაში. იცი რა, მე მინდა ეხა უფრო კარგად ავხსნათ აი ამ მონუმენტის მთავარი ეფექტი რა არის. ანუ როგორც ხვდები ეხლა შენ ხომ, შენი მონაყოლიდან მონუმენტის ავტორი, რომელსაც 3 წლის ასაკში დაელექა, ხო, აი ეს რაღაც აქეთ-იქით მოსიარულე ფეხებს ხედავდა, იმიტომ რომ პატარა ბავშვი ძირითადად სწორედ წელსქვევით ხედავს. მეც ვერაფერს ვერ ხედავ. უფროსებს, ხო? და ეხლა ხვდები რომ თქვა სამწუხაროდ არ არის ფოტო, რომელშიც ჩანს კონტრასტი რამხელა ჩვეულებრივი ადამიანი ამ ფეხებთან მიმართებაში, მაგრამ თუ წარმოვიდგენთ რომ 3 მეტრიანია, ხო? ეს თითეული წყვილი ფეხი, მაშინ გამოდის რომ ჩვეულებრივი ადამიანიც ბავშვი ხდება ამ ფეხებში, ასე გამოდის ამ მონუმენტში. ზუსტად ის ემოცია, როგორც 3 წლის ბავშვი ქონოდა, ჩვენ აი ზგასრულ ადამიანებს ზუსტად ის ემოცია მეუფლება და აი ეს არის ამ ძეგლის და ამ სკულპტურის ორიგინალობა, რა თქმა უნდა. ინო ჩემი მასპინძელ გიდი აღმოჩნდა დიქტატორიც. ესე იგი, არ დამიჯერა. მიგვიყვანა ერთ დუქანთან, დუქანი იყო, ჩიკაგოში დუქანი, ხო? ავტობუსი ჩაკეტა. ხო, ავტობუსი ჩაკეტა და დაგვემუქრა. მანამ არ წაგიყვან, სანამ ჩიკაგოს ცნობილ ჰატ-დოგს არ შეჭამთ. თუ ამას არ გასინჯავთო, ვერ იტყვით რომ ჩიკაგოში იყავითო. მე ვიცი რომ უკაცრავად რა გაწყვეტინებ, მე ვიცნობ ეგეთ ავტობუსის მძღოლებს ჩვენთან უღელტეხილზე რიკოც რომ გაგიჩერებენ და გადაწყვეტენ რომ აი აქ უნდა მიირთვა. აი ჩიკაგოში ხდება? ისტაბეშტილება დამჩარო პერევაზე გაჩერებული ავტობუსები მძღოლი დუგლის პეპატრონებთან ვარიან, შეკრულები, გარიგებულები. აი ასე მეგონა, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ თურმე სოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის ხალხი ამ დუქანში. ამ სოსისის საჭმელად რომ სოფლიოში სახელგანთქმული ჩიკაგოს სტილის ჰოთ-დოგი დააგემონ უნდა. თურმე თლად ამ დახლის მიღმა ყოფილა დაბადებული ეს ჰოთ-დოგი. აი დღესაც მიკროსკოპების ქვეშ ამოწმებენ თითეული ინგრედიენტს, პირპილის წვნიანობას, ხახვის არომატიულობას, მაგრამ ასეც ვერსად ვერ ღებულობ. მე არ მიყვარს ჰოთ-დოგი და მე არ მიყვარს სოსისი, მაგრამ აბა მიხვდებოდით რომ როგორი ვიშვიშით მივირთვი ასეთი და რითი გამოირჩევა? აი ხა უყურებ ვიზუალურად ჰოთ-დოგია რა. აი რა განსაკუთრებული. პატარა ელემენტებში არის დამანული მისი გემო. აი მაგალითად ჰოთ-დოგის პურს პატარა წინწკლები, აი ხედავთ ხომ პატარა სიც აყრია, ფაფის სიც აყრია, ანუ ყაყაჩოს სიც აყრია. თვითონ არც ერთი გემო არ არის დომინანტი. არც ერთი გემო არა მიუხედავად იმისა რომ მჟავე კიტრი, მჟავე პიმპილი, ხახვი, პომიდორი ძალიან ბევრი გემოს ბუკეტი არის. არც ერთი არ არის დომინანტი. ანუ თავისი გემოსკენ არ მიყავს არც ეს ჰოთ-დოგი. მოკლედ შენ გინდა გითხრა რომ ეს ჰოთ-დოგი არის ჩიკაგოს სავიზიტო ბარათი? ნამდვილად. ვინც ჩიკაგოში მოხდება ეს ჰოთ-დოგი უნდა დააგემოვნოს. სად იპოვოს ეს ჯიხური? თუ კი არ უწამია ხო, თუ კი არ ეს ჯიხური ყველა მიგასწავლის, ეს არის იქაუ ზოოპარკთან არის ახლოს, მაგრამ რა საქმე რა შეცით? შენ ოპრას მერეაო თუ ოპრას სახლამდეო, ბაჩი გეკითხება. ოპრას სახლის მე. მაგრამ ნინო უილის კოშკიდან გადმოხედვა აუცილებელია, როცა იქნები ჩიკაგოში. მიჩიგანის ტბაზე აუცილებლად უნდა ისადილო. მაქსიმალურად უნდა მიაქციო ყურადღება, რომ ოჯახურ სასტუმროებში იცხოვრო, იმიტომ რომ ძალიან ვიქტორიანული შენობები არის, მილენიუმ პარკი არის და ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს როცა ნახავ, აბსოლუტურად ყველაფერი ძალას კარგავს. თუ წარმოიდგენ, რომ ერთ დროს იმ ქუჩებში აბრაჰამი დადიოდა. უყვარდა, იხსოვდა ამ ქალაქის განვითარებისთვის, ბრიტანიკას ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა, ღამეებს ათენებდა, რომ ახალგაზრდა ილინოის მილიციის კაპიტანი, ჯერ ძლიერ ადვოკატად, სენატორად და შემდეგ ქვეყნის მე-16 პრეზიდენტად, აბრაჰამ ლინკონად მოვლინებოდა შეერთებულ შტატებში. ამ ქალაქს, ამ შტატს უკავშირდება აგრეთვე დანარჩენის ორი პრეზიდენტი გრანტი და პრეზიდენტი ობამა. მაგრამ ყოველთვის ერთადერთი რაც მინდა ხაზგასმით თქვა, თუ კი მოგინდათ, რომ ამ ქალაქში მოგზაუროთ, ტაქსი ჩაჯექი, აეროპორტში მიდი, ბილეთი აიღე ჩიკაგომდე, მაგრამ იქ ჩასულს არ დაგამიწყდეს.
პირველად ოპერას სახლის დასწავლა. თორე წასულია შენი საქმე, დაიკარგე. მანჩარ ჩიკაგოს მარტო ეს მონუმენტი, რომელიც გვიჩვენეს 106 ფეხი. ასეთ გიგანტურ ფეხებთან კიდევ აქვს რაღაც კვეთა რა? მე მახსოვს ადრე წამიკითხავს 2012 წელს მე მგონი. გამოჩნდა კიდე ასევე საკმაოდ დიდი სკულპტურა, საკმაოდ გრძელ ფეხებზე, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არც ისე გრძელი იყო, მე თუ მკითხავ. დანარჩენზე შეგიძლია მოგვიყვე. კი, ეს იყო გამოფენის ფარგლებში დაიდგა ეს სკულპტურა, ეს არის მერილინ მონროს იმ ცნობილი კადრის Happy Birthday Mr. President. აი ამ ცნობილი კადრის სტრუქტურა, მაგრამ თვითონ სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ აღიქვა ეს მართლაც კარისფერი. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით სკულპტურები და ძეგლები ძალიან შორს არის ადამიანისგან. რადგან ისინი ლითონით კეთდება, ისინი კეთდება სხვადასხვა ჟანგის ფერით, მაგრამ ორიგინალურ სტრუქტურას ჰქონდა ის, რომ მისი მერილინ მონროს ფერმარილი შეგეგრძნო ამ სკულპტურაში. ეს იყო როგორც მახსოვს დაახლოებით 8 მეტრის სიმაღლის სკულპტურა, როგორც ხვდებით, აქ უკვე კონტრასტი კარგად ჩანს ადამიანის ზომასა და ქანდაკების ზომას შორის, მაგრამ მე არ ვიცი, ეს ქანდაკება ეხლაც დგას ჩიკაგოში, იმიტომ რომ მაშინ იწერებოდნენ, რომ დროებით უნდა დაადგარიყო. დროებითად, მაგრამ უნაცვლებენ ადგილს, მე სხვადასხვა ვარიაციებიც მაქვს ნანახი ამ ქანდაკების, აი მაგალითად ერთი ვარიაცია მაქვს ნანახი ის კაბა მთლიანად მიწის ქვეშ არის ჩასული და მხოლოდ მიწის ზედა ადგილი ჩანს. ანუ თვითონ მოქანდაკეს აქვს ისეთი ბევრი ფანტაზია, რომ ერთი და იგივე ქანდაკება სხვადასხვა სახით ვანახოთ, მაგრამ ამ ქანდაკებაში ყველაზე კარგი ის არის, რომ ჭრილი აქვს ძალიან კარგი მის კაბას და რომ შეხვალ, მე მაქვს ნანახი კადრები წვიმაში, როგორ აფარებენ თავს კოლგის ეფექტია, ხო ესე დროს ამ კაბას? კოლგის ფუნქცია. დიახ, ეს იყო ერთ-ერთი საინტერესო. საერთოდ ძალიან კარგი იდეაა ეს რა, ძეგლების მოძრაობა. ეხლა რომ დავფიქრდი, რაღაცა ხო არის, რომ ჩვენთანაც შეიძლება ჯერთი თბილისში პარალელს ვაკეთებ, მომიტევე? ისედაც საკმარისად ბევრი ძეგლია, მიიჩნევს ზოგი. ზოგი კამათობს, რომ რაღაცა გვაკლია. და როგორი კარგი იდეაა რა, ძეგლი რომელიც შეიძლება დაშალო და რაღაც პერიოდი იდგეს ერთ მოედანზე, გადაიტანო ქალაქის შესასვლელთან, გამოსასვლელთან. თუნდაც ეს რაღაცა ძალიან თანამედროვე ესეთი ფენომენი. სხვათა შორის ერთი წამით მერილინ მონროს დავასრულებ მაპატიე. მიყვარს ძალიან ეს კადრიც, ვიდეო კადრიც, ეს ძეგლი ძალიან მომწონს და მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ეს სკულპტორი ამერიკელი, რომელმაც ეს ქანდაკება გააკეთა, გავიხსენებ სახელს და გვარს, სტიუარტ ჯონსონი, ხო? მან თავის საზოგადოებას იცით კიდე რითი დაამახსოვრა, გერმანელი ცნობილი ფოტოგრაფის ალფრედ აიზენშტატის გახმაურებული ფოტო რომ არის კოცნა ტაიმს სკვერზე. აი ეს ფოტოც გააცოცხლა და აქცია ქანდაკებად. ფოტოშორის საუკუნის ფოტო ქვია იმ ფოტოს, საუკუნის ფოტო ქვია ომის დამთავრებისას წყვილი. 1000 მეზღვაური სულად უცნობ ქალს კოცნის. ხო, 1000 ვარიაციები დაიწერა ამის ზოგს ეგონა რომ ეს დადგმული არის, ზოგს არა, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მიღმა ამ ფოტოს მიღმაც გამოხატავს იმ წუთის სიხაროს, მასობრივ სიხაროს ომის დამთავრების. და სხვათა შორის ამ გოგონას ბევრი იჩემებდა, ბევრი მედდა ამერიკის ისტორიაში, ამბობდა რომ მე ვარ ის, ვისაც მეზღვაურმა აკოცაო. ხო, მაგრამ მისი სახე სამწუხაროდ არ ჩანს და ამიტომ ვერსია შესაძლებელია ყოფილიყო ბევრი. შესაძლებელია თქვენც ყოფილიყავით წინა ცხოვრებაში. მე არ მჯერა წინა ცხოვრებების მაპატიე, რომ ესეთი გულახდილი ვარ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ შემდეგი ხუთშაბათისთვის რას გვიმზადებ? ესე დავტოვებ? ასე არ დავტოვებთ. ნინო, მომავალ ხუთშაბათს ჩვენ ისტორიის ძალიან საინტერესო ლაბირინთებში ჩავიკარგებთ. ეს ტრაგედია მთელი სიზუსტით იქნა ასახული მოვლენამდე 14 წლით ადრე დაწერილ და გამოცემულ წიგნში.
კატასტროფის მიზეზი, ადგილმდებარეობა, სახელი, სხვებთან რაოდენობა, ყველაფერი წინასწარ იყო დაწერილი მთელი სიზუსტით. თუმცა ჩვენს მაყურებელს მხოლოდ იმ ფაქტებზე მოუთხრობ, რომელიც ბლოკბასტერ ფილმში არ მოხვედრილა. მე 20 წუთში მოგიყვებით იმას, რის შესწავლასაც აგერ უკვე 20 წელი მოვანდომე. ანუ სიბერეში დასაწერი წიგნის ფურცლებს გაგაცნობთ. ჩიკაგოში ქართული კვალი არსებობს, ბანჩარ, ჩვენი ეთერის მიწურულს. კი, არსებობს და სხვათა შორის მართალი გითხრა, ჩემი ჩასვლის მიზეზიც ჩიკაგოში და ჩემი სტუმრობის მიზეზიც ქართული კვალის ძებნა იყო. ჩიკაგოში გურული მხედრების, გურული მოჯილითების კვალს ვეძებდი, ნინო, როგორ დააკავშირე რომ იქ ქართული კვალის გარეშე არ ჩავიდოდი. ჩიკაგოში გარდაიცვალნენ ბოსემ შვიდობაძე, სოლომონ პატარაია, ხარიტონ ჭყონია, ასლან ნურუშაძე და გიორგი კეტილაძე. ისინი არიან, რომლებიც არ დაბრუნებულან და ამერიკაში დარჩნენ და ამადგან დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ორი მათგანი, სოლომონ პატარაია და მოსემ შვიდობაძე, ნამდვილად ნაპოვნია მათი საფლავები და ელმუდის სასაფლაოზე არიან დაკრძალული. ჩიკაგოში. მე ვიცი მისი კონკრეტული ჩიკაგოში დიახ, ვიცი კონკრეტული სექციის და ქვიშნომლები, თუმცა უკვე საფლავის ქვები აღარ იძებნება. მათ შემდეგ მე რაც ვიპოვე იმ 200-მდე ქართული საფლავი მაქვს ნაპოვნი ამ 20 წლის განმავლობაში და რაც ვიპოვე, იქ იყო ჩაბრძანებული ნიუ-იორკში გენერალური კონსული ალბათონი დიანა ჟღენტი, ჩვენი მეუფე საბა და პანაშვიდის გადაიხადეს იმ სასაფლაოზე და ყვავილებითაც შეამკეს. საინტერესო ინფორმაცია იყო ჩვენთვის. დიდი მადლობა, მანჩარ. მადლობა. შემდეგ ხუთშაბათამდე უნდა მოვითვინოთ, მოგვენატროთ, რა ვიცი რა დავარქვა და ისევ შემოგიერთდებით პირდაპირ ეთერში. რაში ამხელდა მე-19 საუკუნის ბეჭდური მედია თაღლით მევახშეებს და არსებობდა თუ არა ჟურნალისტების უფლებების დამცველი ორგანიზაცია მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში. ასევე ჩვენი მთავარი თემა როგორ უნდა შეირჩეს საქართველოს ნაკრები კანის რეკლამის ფესტივალში გასამარჯვებლად, ოღონდ ეს რეკლამის შემდეგ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში TV პირველზე. და დროში უკეთ სამოგზაუროთ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ფოტომატიანეს გადავავლოთ თვალი დღესაც. 1993 წელი საქართველოს ისტორიაში რეალობის შესაბამისად გაზეთებშიც ხშირად ვაწყდებით სტატიებს, რომლებიც მკითხველში ეროვნული სულისკვეთების გრძნობას აღვიძებს. ყოველდღიური გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა დღეს სწორს შვილმკვდარი მამის შესახებ გვიამბობს, რომელმაც შვილის იარაღი აისხა. გთავაზობთ ციტატას. ალეკო სულამანიძე, ეს ვაჟკაცი სოხუმში გმირულად დაიღუპა და ახლა მისი ადგილი 45 წლის მამამ დაიკავა, რომელიც თავის შვილის ნაქონი ავტომატით შემოგვიერთდა. გვეუბნებიან ომი მთავრდება და ვმარცხდებითო, მაგრამ არა, ჩვენ ისევ ვიბრძვით. თუკი დღეისათვის საქართველოში არსებობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და სხვადასხვა ჟურნალისტური გაერთიანებები, მსგავსი ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში მე-20 საუკუნის დასაწყისშიც არსებობდა თურმე. მაგალითისთვის 1910 წელს, მას შემდეგ, რაც თბილისში ორი გაზეთი დააჯარიმეს, გაზეთი ახალი სხივი 4 აპრილის ნომერში ჟურნალისტთა გაერთიანების შეკრებას აანონსებს. გიკითხავთ ციტატას. ჟურნალ ჩვენი ნაბიჯის დაჯარიმების შემდეგ, რაც უკვე მეორეა, მალევე უნდა გაიმართოს ბეჭდვითის სიტყვის კრება და ჟურნალისტთა შეხვედრა. ძირეული განხილვა მიმდინარე სიტუაციისა ქართულ პრესაში, რათა მსგავსი წუნი არ განმეორდეს. წერს 110 წლის წინანდელი გამოცემა. მოვაჭრეთა ოინებს ეხმიანება 1897 წლის დღეისწორს გაზეთი ცნობის ფურცელი ვალერიან გუნიას რედაქტორობით გამოცემული გაზეთი ჩოხატაურელ ვაჭრებს თაღლითობაში ამხელს. ციტატა პუბლიკაციიდან. უწესობა ხდება ჩოხატაურში, მოვაჭრეები ნისიებს აყალბებენ, ზოგიერთი ართმევს მყიდველს ნისიის ხელწერილს, მეორე შიგ ნამდვილი ფასის ნაცვლად რამეს უმატებს და ბოლოს კანონის ძალით ორმაგს ახდევინებენ. ასეთი წესი მეტისმეტად მუხშირდა და უნდა მიეხედოს. შეგახსენებთ თაღლითებს ამხელს 1897 წლის ცნობის ფურცელი. რას იკეთებს გაამხელს ახლა ინტერნეტიდან? ბაჩივალიშვილი, გავიგოთ ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს რუბრიკა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ხედავთ რამდენი მსგავსება გვაქვს ჩვენ ძველ
წინაპრებთან, 100 წლის წინანდელ წინაპრებთანაც კი და ასევე ხედავთ პოზიტიურ განსხვავებებს და მეც მინდა ერთ რაღაცა განსხვავებაზე გესაუბროთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ამერიკაში და არა 100 წლის წინ, არამედ 70-იანებსა და ჩვენს დღევანდელობას შორის განსხვავება. 70-იანებიდან დღემდე ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა რეალურად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება რაც უნდა გასაკვირი იყოს, მოხდა რომანტიულ ურთიერთობებში და როგორ უყურებთ საზოგადოება მათ. ნეითან იაუ, ამერიკელი სტატისტიკოსია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, როგორ ხვდებიან წყვილები ერთმანეთს და როგორ რჩებიან ერთად. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, მან საინტერესო დასკვნა გამოიტანა, რომ 70-იანებიდან დღემდე ასეთ რადიკალური განსხვავება არის გაცნობიდან ერთმანეთს გაცნობიდან შეუღლებამდე დროს შორის. ანუ თუ 70-იანებში ორი თვეც საკმარისი იყო წყვილებისთვის, რომ მათ ისინი დაქორწინებულიყვნენ, დღეს უკვე შეიძლება გავიდეს 10 წელიც და უფრო მეტიც და წყვილები არ შეუღლდნენ უბრალოდ ერთად იცხოვრონ. ეს რამდენად პოზიტიური, რამდენად ნეგატიური მოვლენა ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა მინდა განახოთ ეს ამის ვიზუალიზაცია როგორ მოახდინა თვითონ ნეითანმა თავის საიტზე flowing data. შეგიძლიათ შეხვიდეთ თვითონაც ნახოთ თუ ეკრანზე ვერ ხედავთ. აქ არის ასეთი ვიზუალიზატორი და შეგიძლიათ აირჩიოთ ტემპი, რა ტემპშიც დაიწყება პროექცია და უკვე ხედავთ თუ ჩართავთ ეს პატარა ფერადი ბუშტუკები მოძრაობს ქვემოდან ზევით. ქვემოდან ზევით წერია პირველად გაიცნეს, რომანტიული ურთიერთობა დაიწყეს, ერთად გადავიდნენ და დაქორწინდნენ. შედარებულია 70-იანების და 2010-იანი წლების სტატისტიკა. და უკვე ხედავთ, რომ 5 თვის თავზე 70-იანებში საშუალოდ 6% გაცნობიდან 5 თვის თავზე უკვე ქორწინდებოდა, ხოლო 2010-იანებში მხოლოდ 1%-ია ასე. ერთადერთი რაც დიდად არ შეცვლილა არის რომანტიული ურთიერთობის დაწყება გაცნობიდან. ანუ ეს დრო ცოტა ავაჩქაროთ და საინტერესო შედეგს მივიღებთ. როცა მივაღწევთ 4 წლის თავს. დავეჭირა 4 წლის თავზე 70-იანებში უკვე თითქმის 70%, 80% უკვე შეუღლებული იყო, ხოლო ეს რიცხვი ჩვენთან 50%. ანუ რა ხდება ახლა? რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან? 70-იანებში ნორმატივების და დოგმების ძალიან ასე მკაცრი რწმენის გამო ადამიანები მაინც რჩებოდნენ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქორწინება ჰქონდათ ერთგვარად. ეს იყო 80-იან წლებამდე. და 80-იან წლებში ამერიკაში, როგორც ვიცით, განქორწინების დიდი ტალღა წამოვიდა და დღესდღეობით ქორწინებისადმი, ასე ვთქვათ, უნდობლობა არის, მაგრამ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ერთად ვიდრე ქორწინებაში. მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი არ უყვარს, ან უბრალოდ დოგმების ღვევასთან ერთად უფრო ბუნებრივ პროცესს დაექვემდებარა ურთიერთობები ადამიანებს. აი ასეთი რაღაც გაზიარება მინდოდა დღეს თქვენთვის flowingdata.com არის საიტი, შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეხვიდეთ და დაათვალიეროთ ეს მონაცემები. იცი რა, ეს მონაცემები მე მენიშნა რომ ჩვენთანაც ხო წლების წინ იყო რაღაცა და ვფიქრობ რომ ეხლა ცოტა გაუფასურებულია ეს ოჯახის ღირებულებები. და სტატისტიკური მონაცემებიც იყო რომ გახშირებულია ძალიან განქორწინებები. ხო და რაღაცნაირად კარგად შემოგვევაწუნა ეხლა. და კარგ რაღაცებზე სააზროვნოთ. მე იმას ვამბობ, რომ ჯობია ბუნებრივად განვითარდეს ყველაფერი, ვიდრე აი ესე მაინც რახანასია საჭირო შეუღლდეთ, მე განქორწინე. თავისთავად, ნუ სააზროვნო თემა რჩება, ვიდრე პირველის ეთერში დღის ამბები ჩაივლის. გიორგი კიდევ მოგესალმები. კიდევ ერთხელ. ახალ ამბებს მოკლედ 12-ზე გიორგი კიკაბიძე გიყვებათ. რამდენიმე წუთის წინ საკანონმდებლო ორგანოში ლევან იზორია მივიდა. დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს მოусმენენ. სამხედრო სავალდებულო სამსახური ეს არის მთავარი საკითხი, რომლის ირგვლივაც ოპოზიცია კრიტიკულ კითხვებს აანონსებს. მართველი გუნდის განცხადებით პარლამენტში ლევან იზორიას მოსმენისას საუბარი თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებში ეხება.
რამდენად ხდება განახლება ჩვენი შეიარაღების და ნატოსთან თავსებადი სტანდარტების დამკვიდრება, როდესაც ამისთვის ბიუჯეტიდან რეალურად სახსრები არ გამოიყოფა. გარდა ამისა, შეკითხვა გვაქვს კორუფციასთან, რომელიც არსებობს სისტემაში და რამდენი კორუფციის ფაქტი იქნა გამოძიებული და დასჯილი და ასევე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი შეკითხვები გვაქვს წვევამდელთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი საკითხია, რომელსაც ჩვენ დავსვათ დღეს. რა მდგომარეობაში არის ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური მიმართულებები, რა ბაზები რა მდგომარეობაში არის თუ არა სათანადოდ აღჭურვილი არმია. კადრების გადინებასთან დაკავშირებით, რატო ხდება, როდესაც მასობრივად ტოვებენ ადამიანები კადრებს, არმიას და ქვეყანას? ეს აბსურდი და ტყუილები, ტყუილზე დაფუძნებული და არარსებულ ფაქტებზე დაფუძნებული განცხადებები, რომელიც მინდა ვამხილო დღეს და ძალიან მაინტერესებს ფართო საზოგადოებამაც გაიგოს, რა კონკრეტულ ინფორმაციას ფაქტს ეფუძნება ფიქრობ სერიოზული ადამიანების განცხადებები, რომელსაც ამბიცია აქვს ხალხს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ზოგს ამბიცია აქვს, რომ აქ იყოს ხალხის სახელი წარმოდგენილი. ძალიან მაინტერესებს და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენთან ერთად ამ ეგრეთ წოდებული კორუფციის ფაქტებს. 2 წელიწადი ნახევარია ჩვენ და მეტი უკვე თავდაცვის უწყებაში ვართ. მე ჯერ არც ერთი დეპუტატი არ მინახავს დაინტერესებული თუ ასე აღელვებს კორუფციის ფაქტები, თუ ასე აღელვებს თავდაცვის ძალებში, მის ბაზების ფარგლებში არსებული სიტუაცია. მოვიდნენ კარი ყველასთვის ღია. ჟენევის მოლაპარაკებების მორიგრაუნდთან დაკავშირებით განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს ოფიციალური მოსკოვი ნატოს წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით საქართველოში ჩატარებულ სამხედრო წუთვნებს პროვოკაცია დაფასებს. შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო აქტიურობა საქართველოში რეგიონული უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. რუსეთი მუდმივად უკვე მრავალი წელიწადია ცდილობს დაგვემუქროს არასტაბილურობით და დესტაბილიზაციით რეგიონში, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა გაწევრიანდება ნატოში. რეალურად სტაბილურობის ერთადერთი გარანტია არის სწორედ საქართველოს გაწევრიანება ნატოში. ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმა, ეს ვიცით ჩვენ და რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს შესაძლებლობა ვეტო დაადოს ჩვენ საგარეო პოლიტიკის არჩევანს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება თავისი პოლიტიკით რუსეთს უჩენს განცდას, რომ მას აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ მსგავსი ვეტო დაადოს ჩვენს არჩევანს გავწევრიანდეთ ნატოში. მორიგის სკანდალური აუდიო ჩანაწერი, რომელიც TV პირველმა მოიპოვა ბიზნესების დალაგება და ზარი ივანიშვილთან სავარაუდოდ არჩილ ხაბაძე უცნო პირს დეპუტატების გია ვოსკისა და ერეკლე ტრიპოვსკის აჭარაში ბიზნეს ინტერესებზე ელაპარაკება. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ საკუთარ ხმას ვერ ცნობს, თუმცა მსგავსი შინაარსის თემებზე მისი შეფასებით საეჭვო პირებთან სხვა დროსაც უსაუბრია და მიზან მიმართულად სრულ ინფორმაციას აწვდიდა. აუდიო ჩანაწერი 1 საათიანია და საუბარი ორ პირს შორის მიმდინარეობს. ჩანაწერი TV პირველს ოცნების ბათუმელმა აქტივისტმა მიაწოდა. მოვისმინოთ, რას ამბობენ ამ ჩანაწერებზე პოლიტიკურ სპექტრში. ბათუმის პროკურატურაში დევს მერზე ეგრეთ წოდებული და ვიცე-მერზე წინამორბედზე აშა კვამახიძის დასაბუთებული დოკუმენტაცია კორუფციის შესახებ, რაზეც რეაგირება არ კეთდება. კორუფციაზე, კონკრეტულად კორუფციაზე დევს ეს საქმე, დადასტურებულად შემიძლია კითხვა. სხვადასხვა უწყებები, კომპეტენტური ხალხი აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში საქმის კურსში არიან, არა მარტო ჩემიდან გამომდინარე, მათაც პირადად აუდევთ და აქვთ სხვადასხვა სისხლისამართლის დანაშაულები გამოძიებული და დადასტურებული, რაზეც რეაგირებას ვერ აკეთებენ და არ აკეთებენ. ახალი ჩვენ რა გავიგეთ, არაფერი რეალურად ბიძინა ივანიშვილის გარშემო ადამიანები არიან იმისთვის და ქვეყნის მართვის სათავეებში არიან იმისთვის, რომ საკუთარი კეთილდღეობა ჰქონდეთ და მომხოჭელობით არიან დაკავებულები. მე ახალი აქ არაფერი არ გამიგია. რაც შეეხება კორუფციის ფაქტების გამოძიებას, ეხლა გახსოვთ ალბათ ძალიან მძიმე შემთხვევები, მათ შორის ტენდერებზე, მათ შორის მერიასში არსებული მძიმე შემთხვევები, მათ შორის ფარცხალაძის საქმე, რომელი გამოიწია ქართულმა ოცნებამ. თავის თავს ხო არ დასჭეს ივანიშვილი? ყველა ფაქტ ჭირდება გადამოწვევა და უნდა დადგინდეს მისი ავთენტურობა. და ასევე პირველ რიგში უნდა ვკითხოთ ადრესატებს, ვინც იყო მოხსენიებული ამ ჩანაწერებში, თუ რას გულისხმობდა და რა შეიძლება ეს ეხებოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ,
და ასეთი თემები რატომღაც წინასაარჩევნოდ ყოველთვის ჟღერდება ხოლმე. მე ვფიქრობ, ესაც გარკვეულწილად არის პოლიტიკური ბრძოლის და PR კამპანიის ნაწილი. მართლობა პარტიამ მხოლოდ მარტში ფიზიკური პირებისგან მილიონი ლარი მიიღო. ქართული ოცნების მსხვილ შემომწირულებს შორისაა ქართულ ბანკის გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა, რომელმაც ოცნებას 50,000 ლარი გადაურისხა. 45,000 ლარი კი ქართულ ოცნებას პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ძმამ ალექსანდრე ივანიშვილმა შეწირა. პარტიას მაქსიმალური თანხა 60,000 ლარი კი 6 პირმა შეწირა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მილიონობით ლარს მართველი პარტია ისევ ამომრჩევლის მოსყიდვაზე დახარჯავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გასაჯაროებული. პატიმრის წამებისა და ცემის ფაქტები არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლის სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. არჩილ ჩოფიკაშვილი გურჯაანის პოლიციას სასტიკცემაში და არადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. საუბარია 22 მარტს მდინარე ალაზანზე მომხდარ შემთხვევაზე, სადაც თორნიკე ტურაშვილი და უჩან ილაშვილი გამოძიების ინფორმაციით აკრძალულ ტერიტორიაზე თევზაობდნენ. რა დროსაც გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელმა ბესიკ ჩუბიტიძემ ცეცხლი გაუხსნა. ადვოკატის მტკიცებით თორნიკე ტურაშვილის ხუთი ცეცხლსასროლი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. ოფიციალური ვერსიით პოლიციის თანამშრომელს პირველად ბრაკონიერმა ესწროლა, რასაც ადვოკატი კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დაკავებულებს გურჯაანის პოლიციაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილისა და ერთი პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. როდესაც პოლიციელებმა დააკავეს ტურიაშვილი და ილაშვილი, ასევე სხვა ორ პირთან ერთად, მათ მოექცნენ სასტიკად და ცემით და არადამიანური მოპყრობით ისინი ჩასვეს პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის შენობაში. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ფაქტის შემსწრეები ეხვეწებოდნენ პოლიციელებს, რომ მოუღაცემთ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ შემოგაყვდება თუ ელემენტარულად და ტრაგიკულად დასრულდება ეს შემთხვევა. პოლიციის შენობაში მიყვანის შემდეგაც გურჯაანში, ქალაქ გურჯაანში გაგრძელდა ცემის ფაქტი უჩა ილაშვილის მიმართ. მას თხოვდნენ არასწორი ჩვენების მიცემას. ბრალდებული უჩა ილაშვილი დაექვემდებარა ცემას, არადამიანურ მოპყრობას, როგორც დაკავების დროს, ისევე პოლიციის განყოფილებაში. მის მიმართ განხორციელდა დაახლოებით 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა მის მიმართ. მას იმ დროს, როდესაც ის ცდილობდა გასაბერი ნავით გაქცევას მდინარე ალაზანზე. გაურბოდა თავდამსხმელს. ასეთ იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. დღის ამბებს უფრო ვრცლად 13 საათზე ეთურა ინსკერველი წარმოგიდგენთ, ასე რომ დარჩით პირველზე. რასაკვირველია, დაველოდებით სიახლეებს თქვენგან, მანამდე კანის რეკლამის ფესტივალში საასპარეზოდ საქართველოს ნაკრები უნდა შეიკრას. ადგილობრივი რეკლამის კონკურსისთვის მზადება დაწყებულია. ვინ და როგორ შეირჩევა კანში წარსადგენად, ამას სტუმრებთან ერთად განვიხილავთ. მანამდე რას ითვლის უკანასკნელი წლების ისტორია და რა გვაკავშირებს ოქროს ლომებთან. ანა მახარაძე კი ამბობთ რეპორტაჟში. გულანთებული ახალგაზრდა. მე გულანთებული ახალგაზრდა. პიცა. კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალზე ქართველმა მონაწილეებმა ფიცი პირველად 2015 წელს დადეს. მას შემდეგ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ კრეატივის ფესტივალზე გამგზავრებამდე საქართველოში ადგილობრივი შესარჩევი ტური იმართება, რომელშიც მონაწილეები თავიანთ კომპანიებს წარმოადგენენ. მეორე ეტაპზე კი კანში მიემგზავრებიან, სადაც საკუთარი ქვეყნის სახელით პირველობისთვის მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის იბრძვიან. თავარი ღირებულება, რატოც გვიხარია ამ კონკურსის ჩატარება არის, რომ ძალიან კარგ საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ისწავლონ, თავიანთ ძალები მოსინჯონ, მიიღონ საერთაშორისო ჟიურისგან ფიდბექი. კონკურსის არსი მდგომარეობს იმაში, რომ შეზღუდულ დროში უნდა მოახერხონ გამოსავლის პოვნა იმ პრობლემაზე, რაც დაუსვეს. ზუსტად ხვდები შენი ტვინის შესაძლებლობებს და ზუსტად იაზრებ თუ რამდენად მაგარი ყოფილხარ. კანის ახალგაზრდულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია, რადგან ქვია ახალგაზრდული ნიშნავს 30 წლამდელს. აუცილებლად მონაწილეებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. გუნდი შედგება 2 ადამიანისგან. ეს ორივე ადამიანი უნდა იყოს დასაქმებული ერთსა და იმავე სააგენტოში ან ორგანიზაციაში.
ორგანიზაციაში. ჟიურის წევრებს ვარჩევთ ჩვენით, ვცდილობთ მაქსიმალურად იყვნენ პროფესიონალები, თქვა თუ 10 წევრი არის, 3 აუცილებლად ქართველი უნდა იყოს, რადგან უშუალოდ გაიგოს ბრიფი ქართულმა ჟიურიმ კულტურულ წრილში. თავდაპირველად საქართველოს შეზღუდული რაოდენობის კატეგორიებში იყო ჩართული, თუმცა წლების განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა და დღეს კრეატივის საერთაშორისო ფესტივალში ქართველები ციფრული კამპანიის დაგეგმვის, მარკეტერის, დიზაინისა და ფილმის კატეგორიებში ასპარეზობენ. პრობლემის მოგვარების ფორმატში მუშაობენ საუკეთესო კრეატიული ტვინები საქართველოსთან. მაგალითად ყოფილა თემები ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ყოფილა ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახალგაზრდა ლომების ქართველი მონაწილეებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღი 2016 წელია, როდესაც ქართველმა კონკურსანტებმა ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა მარკეტერის კატეგორიაში ოქრო აიღეს და კანის ფესტივალის 63 წლის ისტორიაში ფესტივალის დაჯილდოებაზე ქართული დროშა პირველად აფრიალდა. მახსოვს როგორ გვეხმარებოდნენ თქვა აკოცდალებს რაც რომ თქვა სხვა ქვეყნებში გამარჯვებულებთან დავე კონტაქტეს და ინფორმაცია გამოგვეტყუა, იმიტომ რომ აი ზოგადად ინტერნეტ სივრცეში საარსებობდა ჩვენ კატეგორიაზე ბევრი ინფორმაცია, ანუ რა ჭრის, როგორ უნდა გამართო პრეზენტაცია და ასე შემდეგ. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ კანის ფესტივალზე ვიმყოფებით. დღეს ვიგებთ პასუხებს თუ როდის გავიგებთ? დღეს გავიგებთ 6 საათზე კანის დროით. მადლობა, შეგვიძლია ვინერვიულოთ. აბა თქვენიც წარმატებები. Gold winners, Young Marketeers 2016 is Georgia. სხაპარში ვეგონათ, მე რატომღაც უცნაური ემოციური ის მქონდა, შოკი და ტირილი დავიწყე ანას, ბლეკაუთი მქონდა და მართლა ბუნდოვნად მახსოვს ეგ დღე, იმიტომ რომ არც მეგობრებიც კი არ მყავდა წაყვანილი თან, იმიტომ რომ ანუ მოლოდინი არ გქონდა, რომ ისეთ ადგილას გავიდოდი თან პირველზე, მეორეზე, მესამეზე, რომ ფოტოები მაინც გადაიღო ვინმეს, ამიტომ მარტოებმა გავიგეთ ეს ყველაფერი და რავი დღემდე ცოტა დაჯერება მიჭირს. რომელ ადგილზეც არ უნდა იყო, იმაზე ბევრად უფრო განვითარებული იქნება 24 საათის მერე და ბევრი რამე გეცოდინებასაც შეგეშალა მინიმუმ, რომ გამოასწორო შემდეგ წელს და ჩემი აზრით ეს კატეგორია მარკეტერებისთვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და მნიშვნელოვანია, რომ გარისკო და შენი თავი დისკომფორტის ზონაში ჩააგდო რაღაც მომენტში. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი კონკურსი გამარჯვებულების გამოვლენას ემსახურება, ის კარგი შესაძლებლობაა კონკურსანტებისთვის, რომ საკუთარი ნამუშევრები, იდეები და მოსაზრებები სარეკლამო და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენლებს გაუზიარონ და პროექტები განავითარონ. თითქმის ყველა კატეგორიას ყავს თავისი სპონსორი. ზოგჯერ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მეორე, მესამე ან სულაც ამ სამელში არ გასული გუნდი მოხდეს რჩეული სპონსორის თვითონ, რომელმაც შეიძლება აიღოს მომხდარა ეგ მსგავსი შემთხვევაც, რომ აიღო ბრიფი, მონაწილეები ჩართო თავის კომპანიაში და შეასრულეს, მოხდა ბოლომდე შესრულება ამ ბრიფის. წლიდან წლამდე მონაწილეების რაოდენობა იზრდება ხოლმე, შარშან დაფიქსირდა ყველაზე დიდი და წელს ველით რომ კიდევ უფრო გაიზრდება. პრინციპალი მოლოდინი მაქვს, რომ ხარისხსაც ნელ-ნელა ვზრდით და დიდი სურვილი რომ მოვიგებთ დიდ სცენაზე ქართველები ისევავლენ და გაშლიან საქართველოს დროშას. და დროა ეს თემა განვავრცოთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. კანის ლომების სარეკლამო ფესტივალის წარმომადგენლები ჩვენთან ერთად არიან ლევან ლეფსვერიძე, სარეკლამო სააგენტო ლივინგსტონის დამფუძნებელი, მოგესალმებით და აკო ახალაია, კანის რეკლამის ფესტივალის წარმომადგენელი, ასევე ინტერნეტ პორტალი მარკეტერის დამფუძნებელი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი. ეს ასოციაცია, მე მგონი ერთ-ერთი მთავარია, რამაც თქვენ მოგცათ ობიექტურად ამ წარმომადგენლობის სტატუსის მონიჭების საკითხი, იმიტომ რომ ამ ასოციაციაში ერთიანდება ყველა სააგენტო და ყველა კრეატიული დაჯგუფება, ხო? კი, ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, მაგრამ როდესაც ჩვენ მიდიოდა განხილვა საერთოდ საქართველოს მიიღო თუ არა წარმომადგენლობა, კანმა შეისწავლა ჩვენი გამოცდილება, ანუ რამდენად შეგვეძლო ზოგადად საქართველოს ახალგაზრდების სფეროს ინსპირირება და მეტი ადამიანის ჩართულობა. ფაქტია, რომ ამ 5 წლის განმავლობაში რაოდენობა კი, რეკორდული რაოდენობა გვაქვს. რამდენი განაცხადი შემოვიდა, ჩვენ ახლა მაყურებელს ავუხსნით კონკრეტულად რა კონკურსზე და რა ფესტივალზეა საუბარი. ცოტა ვრცელი თემაა, მაგრამ ძალიან მინდა რომ კარგად გაიგოთ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს გვაქვს შანსი გამოვავლინოთ ახალი თაობა კრეატიულად მოაზროვნე ახალგაზრდებისა, რომელმაც შეიძლება ჩვენს ქვეყანასაც გაუთქვან სახელი და რაც თავარია თვითონ მოიხვეჭონ სახელი კანში
იმისთვის, რომ მომავალში მათი იდეები ევროპაში მოღვაწე რეკლამის წარმოებლებისთვის აღმოჩნდეს საინტერესო. კანი არის მოკლედ მაყურებლისთვის გასაგებად რო იყოს, არის სოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალი და ყველაზე გრძელვადიანი, უკვე 66 წელია ტარდება შემოქმედებითი ინდუსტრიის. რეალურად აქ ადამიანები ეჯიბრებიან იდეებით, ეჯიბრებიან თავისი ნამუშევრებით, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე და ჩვენც გვჯერა, რომ ეს არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა გავერთეთ ან წავედით ყველაფერი გავაკეთეთ. რეალურად ეს არის თანამედროვე ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ეგრეთ წოდებული შემოქმედებითი ეკონომიკა, რომელიც პირველად შეიძლება ცოტა სასაცილოდ გვეჟღერდეს რაღაც კრეატიული ეკონომია, მაგრამ სიამოვნებაში ჩვენ საქართველოს შეიძლება ვერ ავაშენოთ 1000 ქარხანა, მაგრამ 1000 ძალიან ძლიერი შემოქმედი ადამიანი თუ გვეყოლება, მათ შეუძლიათ უფრო მეტი სარგებელი მოუტანონ ქვეყანას ცნობადობის მხრივ, ფინანსური მხრივ, ვიდრე ეს 1000 ქარხანა შეძლებდა. ამიტომ ჩვენ გვჯერა ამ იდეის ერთის მხრივ შემოქმედებითობის, იმიტომ რომ კრეატივს შეუძლია ძალიან ბევრი კარგი სწორი გამოსავალი მოძებნოს და პლუს ამას შეუძლია ქვეყანას წაადგეს ცნობადობაში, ფულის შემოტანაში და ასე შემდეგ. საქართველოს რაც შეეხება, მე ვიტყვი უბრალოდ რიცხვებს, ლევანი უფრო კომპეტენტურია შიგან ამბავში, პროცესებში. ყოველწლიურად შეიძლება ითქვას, რომ ვიზდებით იმ თვალსაზრისით, რომ პირველ წელს ჩვენ დავიწყეთ ერთი კატეგორია გქონდა, მეორე წელს ორი, წელს ვატარებთ 5-ს და ანუ 5 კატეგორიაში შეუძლია საქართველოს ნაკრებს მიიღოს მონაწილეობა კანის მომენტში, ხო? ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ამბავია. ახლა მაგალითისთვის გერმანია მხოლოდ 3 კატეგორიაში ახერხებს, მაგრამ ჩვენ როგორც შეგვიძლია ვისაუბროთ, უკვე იმაზეც არის, რომ რამდენად ანთებულები ვართ საქართველოში, რამდენად გვინდა რომ ჩვენი სათქმელი ვთქვათ. წელს გვყავს უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა რეგისტრირებულთა, ეს არის სადღაც 440 ადამიანია რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიაში გადანაწილებული და უკვე თვითონ ეს კატეგორიები რაც მოიცავს. ხო და რატომ რაში რეგისტრირდებიან ეს ადამიანები? პირველ რიგში კანის ლომების წარმომადგენლობისთვის თავარი ვალდებულება არის, რომ სანამ იქცავა ქართული გუნდი საასპარეზოდ, უნდა ჩატარდეს ადგილობრივი კონკურსი, ხო? აი ამ კონკურსზე რეგისტრაცია ეხლა დასრულდა სწორედ 450 განაცხადი შემოვიდა. მოდით მოგვიყევით რა ტიპის კონკურსი ტარდება აქ, უკვე მეხუთე წელიწადია და რითი გავს ის კანის კონკურსი. კი. მივესალმები ტელემაყურებელს. როგორც აკომაღნიშნა, ეს არის იდეების კონკურსი. ანუ ახალგაზრდებს ევალებათ მოიფიქრონ გამოსავალი რაღაც პრობლემაზე, რაც სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის. ანუ ეს არ არის მაყურებელთვის გასაგები რომ იყოს რაც ლამაზი რეკლამის გაკეთების კონკურსი. ეს არის რამდენად შენი შემოქმედებითი ახლებური ხედვით შეგიძლია ვიღაცის ცხოვრება უკეთესი გახადო. შეგიძლია ან რაღაცა გლობალურ პრობლემებს მივუძღვნა მაგალითად ხო? პრობლემა მოაგვარო რაღაცით წინ წაწიო ინდუსტრია. ჩვენ გვაქვს 5 კატეგორია. ერთი არის პოსტერების კონკურსი, ერთი არის ანუ ბეჭდური, ხო. არის დიზაინი, რაც არის ლოგოტიპის შექმნის კონკურსი, არის ფილმების კონკურსი, ერთწუთიანი ფილმები უნდა გადაიღონ. ტელეფონით, კი, ძალიან ისე, მთავარი არის იდეა იყოს, ხარისხი და კამერა არ არის მნიშვნელოვანი, იდეების კონკურსი ვართ აქ. გვაქვს ციფრული მედიის კონკურსი, digital-ს რასაც ვეძახით და მეხუთე კონკურსი არის ცოტა ესეთი გამორჩეული ამათგან არის მარკეტერებისთვის. ანუ ადამიანები, ვინც არიან დასაქმებულები ნებისმიერ ორგანიზაციაში, მარკეტინგის დეპარტამენტში, მათთვის არის მათი კომპეტენციის უნარების გამოვლენის კონკურსი. საქართველოში ეს კონკურსი რო ტარდება, მე ვიცი რომ პირველ ეტაპზე რაღაცა დაკეტილ სივრცეში ამ ჭყალებში ამწყდევდით ხო ამ კონკურსანტებს და რაღაც კონკრეტული ვადა ქონდათ რაღაც საათები ხო მარცია შეიძლება ეს იყოს 12 საათი ალბათ იმღამე ხო და ამ დაახურულ სივრცეში უნდა მათი კრეატივს ისე ემუშავა რომ მათ მოეგოთ ჯერ ქართულ კონკურსზე ახლა ეს ხდება დისტანციურად ან როგორ დავალებებს გასცემთ წერილობით და ელოდებით პასუხს ვინ განსჯის რომელი ქართველი მარკეტინგის სპეციალისტებმა უნდა გაიმარჯვონ კონკურსში. საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვა, ჟიური, როგორც სიუჟეტს იყო ნახსენები, მნიშვნელოვანი არის ერთი რომ გაიმარჯვოს და წავიდეს კანში, მეორე არის გამოცდილება. ამიტომ ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ შევარჩიოთ ესეთი ღირებული ჟიური, საერთაშორისო დონეზე გავდივართ ხოლმე.
წარმატებული სარეკლამო სააგენტოებიდან ვიწვევთ ისეთ სპეციალისტებს, ვინც ახალგაზრდებს სმენიათ მათი ნამუშევრების შესახებ და ასე ვთქვათ, შეიძლება კუმირებიც არიან, ძალიან ვცდილობთ რომ ეს ხალხი ჩავრთოთ. და როგორც წესი ყავს უფრო მეტი უცხოელი, იმიტომ რომ ეს გამოცდილების გაზიარება მოხდეს, რაც შეიძლება მეტი რაღაც უფრო ჭკვიანური ან ახლებური უთხრან. და მიაწოდონ ამ უცხოელებს, ხო? ხო. აქაც რამხელა ცნობადობის ეგეც არის ხოლმე. იყო შემთხვევები, როცა ჟიური იმდენად მოიხიბლა რაღაცების ნამუშევრით, რომ რაღაც დაუკავშირდა მერე და აქვთ კონტაქტი. როგორ გაგრძელდება ეს, არ ვიცი ჯერ, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ასევე ჟიურში ყავს ქართველები, იმიტომ რომ საქართველოშიც ყავს ძალიან მაგარი სპეციალისტები, ძირითადად რაღაც 70% უცხოელები, 30 ქართველები. ნუ ეს უცხოელები, როგორც ხვდები, ხა დიდი რაოდენობით ალბათ ჩამოყვანა მათი გართულდება, მაგრამ დისტანციურად შეძლებენ შეფასებას, ხო? კარგი. ეხლა გამოვლინდა 440 გინდათ წელს გვაქვს ეგ ცვლილება ზუსტად, რომ საქართველოს თვითონ კანმა გამოარჩია ერთ-ერთ ქვეყანად, რომელსაც ექსპერიმენტები შეიძლება. სხვა ქვეყნებში ასე იყო დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ გითხრეს, რომ წელს გვაქვს რეკომენდაცია, რომ ჩავატაროთ ეს ღონისძიება დისტანციურად, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა ამ ხალხს ჩვენ ფიზიკურად შევხვდებით. პირველი არის დღე, როდესაც 12 აპრილს იქნება, როდესაც ამ ყველას შევხვდებით, ვინც მონაწილეობს, აუხსნით წესებს, დავალებებს მივცემთ, კონკრეტულად ის ორგანიზაციები მისცემენ დავალებას, რაზეც არის. ამის შემდეგ იშლებიან და თავისთვის კომფორტულ გარემოში მუშაობენ, იმიტომ რომ დამატებით სტრესი შემოგქონდა ჩვენ ამ ადამიანების ცხოვრებაში, რომ აქი-ჯექი ასეთი ინტერნეტი გქონდეს, მერე იყო რაღაც პრეტენზიები, ეს მშია, ეს წყურია და ასე შემდეგ. ამიტომ კანისგან გვაქვს ეს რეკომენდაცია, რომ დისტანციურად იმუშაონ, თან რიცხვიც უკვე ისეთ რიცხვზე ავედით, რომ ამას ვერანაირ შენობა ვეღარ დაიტევს და უკვე 20 აპრილს ეს არის მეორე მნიშვნელოვანი თარიღი, როდესაც ცნობილი ხდება საქართველოს საუკეთესო შემოქმედებითად მოაზროვნე. მაყურებელს ახლა ავუხსნი, რომ ამ 450 ადამიანიდან ეს ნიშნავს იმას, რომ თითო კომპანიიდან 2 ადამიანი, რომელიც მარკეტინგის სფეროში მუშაობს, ან ასევე 30 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლები არიან. ისინი გამოდიან ამ ორკაციანი გუნდებით, ხო? და ასპარეზობენ კომპანიების და ამ სააგენტოების სახელით. მაგრამ გამარჯვებული ხდება ასევე 2 ადგილობრივი ოქროს პირველ ადგილოსნები, ეგრეთ წოდებული ოქროს ჯილდოს ვინც იღებენ, ხდება ორკაციანი, ანუ გუნდია, ის გუნდი ვერ შეიცვლება. უბრალოდ ცვლილება ის არის, რომ საქართველოსთან როდესაც მიდის ეს გუნდი არის საქართველოს სახელით. შესაბამისად, ეს საკმაოდ ერთის მხრივ რა თქმა უნდა ყველა მონაწილე უნდა ნახოთ რამხელა პასუხისმგებლობას გრძნობს აქ როდესაც გამოდის, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ თავის კომპანიებს, ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვის უფრო ძლიერი გუნდი ყავს და ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხო არის რაღაც კონკურენცია, მაგრამ ძალიან ერთსულოვანია ინდუსტრია, როგორც კი გამარჯვებული ვლინდება, ყველა მათი მხარდამჭერი ხდებით და ხარს უჭერთ, იმიტომ რომ ეს ხალხი ჩვენ წარმოგვადგენს მსოფლიო ასპარეზზე, სადაც 70 ქვეყანას ვეჯიბრებით, ხო? ზოგჯერ მეტიც არის ქვეყნებს გააჩნია თუ გუნდები ყავს იმ კატეგორიაში, საშუალოდ 70 ქვეყანასთან გვაქვს. კანში ჩასული საქართველოს ნაკრები, იქ რა მოცემულობის წინაშე უნდა აღმოჩნდეს? იქაც 5 კატეგორიაში დაახლოებით ასეთივე ტიპის დავალებებით, რაღაც გლობალურ პრობლემებზე, სოციალურ თემებზე ეძლევა დავალება რაღაც შეზღუდულ დროში, ხო? და იქაც ვლინდება მერე გამარჯვებულები. ზუსტად, ჩვენ გვაქვს იგივე ფორმატი, რაც არის კანში, ანუ რაც აქ გაიარეს, იგივე პროცესი გაივლიან უკვე კანში, ოღონდ უფრო დიდ კონკურენციაში სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გუნდებს შეერჩევენ. ჩვენ ნახეთ რეპორტაჟში 2 ქართველი გამარჯვებული, რომლებსაც ჰქონდათ შანსი ასულიყვნენ საქართველოს დროშა. აფრიალეს და მიიღეს ოქროს ლომი. მაგარი ამბავი იყო ნამდვილად. მე ვიცი რომ თქვენ ახლა ხართ ისეთი სულისკვეთებით რომ არ გინდათ მხოლოდ მონაწილეობა. გინდათ გამარჯვება და გისურვებთ წინასწარ წარმატებას და ჩვენს გუნდსაც უსურვებთ წარმატებას. მაგრამ რას ნიშნავს იქ გამოხვიდე? რა სივრცეა ეს? აი რა აუდიტორია ზის და ვის წინაშე აფრიალებ ამ დროშას? ეს არის მთელ მსოფლიოდან საუკეთესო სარეკლამო სააგენტოების წარმომადგენლები შეკრებილი ერთ სივრცეში. ფაქტობრივად კანის ფესტივალი არის წელიწადში ერთი ივენთი, სადაც აუცილებლად ყველა უნდა მივიდეს თუ ამ პროფესიას მიყვება. სოფლიოს ყველაზე ცნობილი და იგივე დარბაზია ეს დარბაზი კინოფესტივალი რაც ხდება და კანი რას აკეთებს თვითონ კანის ლომები, იმიტომ განსხვავდება კანის ფილმის ფესტივალისგან, თუმცა ერთ დროს ესენი ერთ და იგივე იყო, მერე გაიყვნენ. კანის ლომები გარდა იმისა, რომ რაც ძლევანია შემოქმედებით ინდუსტრიას იწვევს, ასევე იწვევს იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინეს. მაგალითად, თითქმის ყოველ წელს დარბაზში ზის უილ სმიტი, დევიდ ბეკემი, ამერიკის ყოფილი
პრეზიდენტები იყო ჰილარი კლინტონიც, მარკ ცუკერბერგი. ანუ ეს ხალხი არიან პალასი ქვია ამ დარბაზს, სადაც ყოველ მთელი დღის განმავლობაში არის კონკურსები და გამოსვლები, ინსპირაციული და ღამე არის დაჯილდოების ცერემონია. ღამე ამ დარბაზში ზის ჩათვალეთ ყველაზე მნიშვნელოვანი დარბაზია იმ დროისთვის მსოფლიოში, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია, ეპიცენტრია, შეიძლება მას ზუსტად სწორი სიტყვა ეპიცენტრია მსოფლიოსთვის და აქ ამათ წინაშე ხდება წარდგენა. განსხვავება ის არის, რომ თუ შენ იგებ მესამე ადგილს ან მეორეს, უბრალოდ გაცხადებენ და როდესაც პირველ ადგილზე იქ რაღაც ადიხარ და დროშის ფრიალები და ქვეყნა. ანუ ძალიან დიდი მუხტია, რაც ძალიან ძნელია ხა სიტყვებით გადმოვცეთ იქ რაც ხდება, იმიტომ რომ რაღაც საქართველოს ხშირად არის. თავარი კიდე არის ის, რომ ჩვენ დღეს ეს ყველაფერი ჩვენს მაყურებელს მოუყევით, იმიტომ რომ ქართულ ახალგაზრდებს ამ კონკურსზე გასვლით ეძლევა ძალიან რეალური შანსი, რომ მათი იდეები გახდეს საჭირო ევროპული რეკლამის ბაზრისთვის. მით უმეტეს დღეს მე თქვენგან გავიგე სამწუხაროდ მანამდე არ ვიცოდი, რომ 5 კატეგორია, რომელშიც ჩვენ ასპარეზობა შეგვიძლია, არ აქვს ისეთ წამყვან ქვეყანასაც კი როგორიც არის გერმანია. ეს ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ჩვენს ახალგაზრდებზე რაღაც განსაკუთრებული ინტერესი და ფოკუსირება ხდება ეხლა. ევროპაში კრეატივის სპეციალისტები ცოტა ხანდაზმულები არ არიან? ანუ სფერო ძალიან ბებერია ევროპაში და საქართველოში რასაც ხედავენ, თან საქართველოს ევროპის ძალიან ღირსეულ ნაწილად განიხილება. ხედავენ, რომ აქ ძალიან ახალგაზრდა, აქ ძალიან მაგალითად ლევანის მაგალითი რა ვიღოთ, ლევანის სააგენტოს დირექტორი დამფუძნებელი და დღის მდგომარეობით 30 წლის არის ადამიანი. ეს მათთვის დაუჯერებელი ამბავია. იქ ამ დონეს აღწევენ სადღაც 63 წლის ასაკში. რაც ერთის მხრივ კარგია, მაგრამ გარკვეულწილად სფეროსთვის რაღაც გაჩერებულები არიან და საქართველოს რაღაც ძალიან ხარს გვიჭერენ. მე გიხდით მადლობას ყველა იმ ახალგაზრდა გულანთებული, კრეატიული ადამიანის სახელით, ვისთვისაც თქვენ 5 წელი აი ამ გზას კვალავთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ აკო ახალაია და ლევან ლეფსვერიძე იყვნენ ჩვენთან სტუმრად, წარმატებებს გისურვებთ ადგილობრივ კონკურსშიც და რა თქმა უნდა ჩვენს გუნდს კანშიც. ახლა კი მოდით ერთ სიუჟეტს გავუშვებთ. კედელი ჩემი სოციალური მედია ამბობს მხატვარი, რომლის სახალხო არტი თბილისის განუყოფელი ნაწილი გახდა და მიმდინარე მოვლენების შესაბამისად დღითი დღე მატულობს. სოციალური თუ პოლიტიკური ამბების კომენტირება ღია ცის ქვეშ შენობების კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, წარწერები, მოზაიკები, მისი მეტსახელიც კი იმ არატრადიციული ქუჩის მხატვრობის ნაწილია, რომელსაც გიორგი გაგოშიძე იგივე გაგოშა ქმნის. ჩვენი კორესპონდენტი მიხეილ ტალახაძე არტისტზე, რომელიც ამ ქალაქში ყველა ფერს შეცვლის. თბილისის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად გაიცნობთ გაგოშას. პერსონაჟს, რომელიც ქუჩის არტისტმა გიორგი გაგოშიძემ შექმნა და თვითგამოხატვის საშუალებად აქცია. კედლები, ესტაკადები, მიწისქვეშა გადასასვლელები მხატვრისთვის სოციალური ქსელის ფუნქციას ასრულებს. ყოველდღიურ პრობლემებს კრეატიული ტექსტებითა და ნახატებით გაგოშა უკვე 7 წელია აპროტესტებს. სტრიტ არტმა იმიტომ დამაინტერესა, რომ განსხვავებული მედია იყო და ყოველთვის მინდოდა რომ რაღაც განსხვავებული სტილი მეკეთებინა, რომ მეც როგორც ხელოვანი გავსდელიყავი და ისედაც საინტერესო იყო ჩემთვის ეს ყველაფერი. სტრიტ არტი არის ანუ ყველაზე ხელშესახები ხელოვნება, მიკროფონია ფაქტიურად იმისთვის, რომ სოციუმს ელაპარაკო. გაგოშას უნდა ისეთი ხმამაღალი ტექსტები წეროს, რომ მათი ხმა მთელ ქალაქში ისმოდეს. გაგოშა ვერ იზრდება, რადგან სამყაროს თქვენი სიდიდი ავსებს. გაგოშა ამ ქალაქში შეცვლის ყველაფერს. გიორგი გაგოშიძის ნახატები და ინსტალაციები ტრადიციული ქუჩის ხელოვნებისგან განსხვავებულია. იყენებს პოეტურ ტექსტებსა და ფილებს მოზაიკებისთვის. თუმცა თითოეული ნამუშევრის მიზანი ერთია: შენარჩუნდეს მისი საქმიანობის მთავარი იდეა, საზოგადოებას დაანახოს პრობლემა და დააფიქროს მათი გადაჭრის გზებზე. ეს ნახატი დავხატე 1 წლის წინ დაახლოებით. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რომ ფერადკანიან სტუდენტებს, როგორც მახსოვს, ფიზიკურად გაუსწორდნენ სტადიონზე. თუ მაგასთან დაკავშირებით მინდოდა, რომ რაღაც ჩემი აზრი გამომეხატა. თან აწერია მარტინ ლუთერის სიტყვები I have a dream speech-დან. მე ოცნებობ, რომ ერთ დღეს ფერადკანიანმა ბავშვებმა და თეთრმა ბავშვებმა ხელი ჩაკიდონ ერთმანეთს. ეს ნახატი არის გარემოს დაცვაზე. ძალიან საინტერესოა გაზაფხულის მოსვლა ინდუსტრიულ დიდ ქალაქებში. აი მანქანებით გადატვირთულ ქალაქებში, სადაც ადგილი არ არის ბუნებისთვის და ზუსტად მაგაზი არის ეს ნახატი.
აი სადაც გავართ, იქაც მანქანა აყენია წინ, ისე როგორც აი ნახატში თითქოს რაღაც აი ბუნება მაინც იმარჯვებს, მაგ ხელოვნურ რაღაცებზე, რაღაც ასფალტშიც კი შეუძლია ამოხეთქოს და ია ამოვიდეს. რასიზმი, ჰომოფობია, შრომითი უფლებები, ეკოლოგიური პრობლემები და ყველა ის საკითხი, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, გაგოშას კედლებზე გადააქვს. ადამიანები, რომელთაც პრობლემის დანახვა არ უნდათ, ნახატების წაშლას საკუთარი მეთოდებით ცდილობენ. ეს ნახატი დავხატე 2018 წლის საფხულზე, როცა რუსეთში იყო მსოფლიო ოლიმპიადა ფეხბურთში. ეს რაშა 2018 გადაშალეს, ანუ არ არის კარგად გადაშლი ჩანს მაინც, მაგრამ რაღაც ჯგუფი არის, რომელიც რაღაც პოლიტიკურ, სოციალური ნიშნით ეგეთ მესიჯებს შლიან. არ ვიცი გამიზნულად თუ შემთხვევით, ამაზე თქმა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია რომ შლიან. ქუჩის მხატვრობის ნიმუშები დროს ვერ უძლებს. ნახატებს შლიან, კედლებს ღებავენ, ანგრევენ, თუმცა იდეები, რომელიც გაგოშას არასტანდარტულ ტილოებზე გადააქვს, დროის სტანდარტებს არ ემორჩილება. და იმ ადგილიდან, სადაც გაგოშამ ახალი სტენსილი შექმნა, ჩვენი კორესპონდენტი მიხეილ ტალახაძე გვერდება, დღეს მისი დებიუტია პირდაპირ ეთერში. მოგესალმები, სად იმყოფები? მოგესალმები ნინო, ჩვენ იმყოფებით ჭავჭავაძის 37 ნომერში, სადაც ჩვენმა სიუჟეტის მიღმა გიორგი გაგოშიძემ იგივე გაგოშამ სპეციალურად ჩვენი ეთერისთვის ახალი ნამუშევარი შექმნა, რომელიც ბოლოდროინდელ ტრაგიკულ მოვლენას ეხმაურება. უფრო დეტალურად მისი სტენსილის შესახებ თვითონ გიორგი გვეტყვის. გიორგი, რა საპროტესტებ ამ ნახატით და რისით მაგინდოდა მაყურებლისთვის? ჯერომიშა მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ ეს არ არის კონკრეტულად მხოლოდ ამ ტრაგედიისთვის გაკეთებული სტენსილი, ზოგადად არის მუშათა კლასზე, რომელიც არის სოციალურად ალბათ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი. ზუსტად მაგ ხატია მუშა, რომელიც ცა არ არის, ხურებს კედელს, მას მართლა მასი არის, რომ სულ დაბრკოლებების კედლები არის მუშების წინ. და ეს ანუ უფრო ზოგადად მინდოდა გამომეხატა, იმიტომ დავხატე ეს და არა ეს მარტო კონკრეტული ეს შემთხვევა, იმიტომ რომ ვიღაცის გარდაცვალებამ ჩვენში არ უნდა გამოიწვიოს მარტო ეს განცდა, რომ აი ხა რაღაც უნდა შევცვალოთ ან მუშათა უფლებებზე უნდა ვიზრუნოთ ან რაღაც სამუშაო უსაფრთხოების ნორმები შევცვალოთ. ანუ ამაზე სულ უნდა მუშაობდეს ხალხი და უკეთესი იქნება ამ მადლობა გიორგი, გაგოშა სამომავლოდაც გააგრძელებს თავის საქმიანობას და ადამიანებს საერთო პრობლემების შესახებ კვლავ თავის საქმიანობით მოუყვება. მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა. რა ესეთია რა. ძალიან ემოციურია ეს გამოსახულება. წარმატებულ დებიუტს ვლოცავთ ჩვენს ახალ კორესპონდენტს მიხეილ ტალახაძეს. გამოცდილი სცენარისტის ახალი სარეჟისორო ნამუშევარი ირაკლი სოლომანიშვილის და თემიკო ჭიჭინაძეს ველოდებით ოღონდ რეკლამის შემდეგ TV პირველზე. პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ ემის მფლობელი ქართველი სცენარისტის დებიუტი მხატვრულ კინემატოგრაფში. რას გვიამბობს ფილმი დევნილი? ირაკლი სოლომონაშვილი და თემიკო ჭიჭინაძე უკვე ჩვენ სტუდიაში არიან. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან და სწორედ თქვენი ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესახებ უნდა ვისაუბროთ TV პირველის მაყურებლისთვის. პირველ რიგში რა ფილმს ქვია დევნილი? გასაგებია დაახლოებით რა თემაზე უნდა იყოს, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება ეს სახელწოდება პირადად ჩემთვის, რომელსაც მერგო პატივი ეს ფილმი უკვე მენახა წინასწარ, რომ ეს ფილმი არის გადაღებული წეროვანის დასახლებაში. რას ეტყვის შენი ფილმი წეროვანში მცხოვრებლებსაც და მათაც ვინც იქ არ ცხოვრობს? პირველ რიგში მოგესალმებით, მოგესალმებით მაყურებელს, პირველად ვარ თქვენთან. სტუმრად და ფეხბედნიერი ყოფილიყო ჩემი. დიდი მადლობა ირაკლი. რაც შეეხება ფილმს, არ მხოლოდ წეროვანზე არ არის ეს გათვლილი იმ მოსახლეობაზე და მხოლოდ ქართულ დევნილებზე. სამწუხაროდ დევნილები ჩვენთ ბევრი ყავს. უბრალოდ დიდხანს ვფიქრობდი თვითონ ამ ობიექტზე და დიდხანს ვფიქრობდი დევნილების პრობლემაზე და კიდევ ვფიქრობდი
თქვა საფრანგეთში ან ლონდონში ან სადმე რომ რაღაცა ქალაქში რატომ ფეთქდება შახიდის ქაღალდი? ეხლა მე რო ჩაგეკითხო, არ გამოვასწორი, იმიტომ რომ ალბათ უნდა მოვყვეთ ფილმზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხიც, რითიც მთავრდება ეს ფილმი. მოდი ეს დავუტოვოთ ინტრიგად მაყურებელს. ამ ფილმის ნახვის საშუალება ჯერჯერობით მაყურებელს არ აქვს, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, საფესტივალო სტრატეგიას ირჩევს ახლა. რატომ დაამტკიცე როლზე თემიკო ჭიჭინაძე, თუ უკვე მოასწრო მაყურებელმა შეევლო თვალი, ის საკმაოდ სახასიათო პერსონაჟს ასახიერებს აქ. როგორც ხვდებით, უმგამოვლილი პერსონაჟია, ხო? რამდენიმე ფაქტორის გამო, თქვა, ჩემი არჩევანი შეჩერდა თემიკოზე და დიდი მადლობა თემიკოს, რომ მისთვის მაინც გამოუსწრებელ რეჟისორს დათანხმდა ეთამაშა ამ ფილმში. თავიდანვე პირველივე ეტაპიდან, როდესაც სცენარის სახე მიიღო უკვე ამ ფილმმა, ამ პროექტმა იქიდანვე ბატონყა თემიკო იდგა ჩემს თვალწინ. თემიკო, იმიტომ რომ თავიდან ფიქრობდი, რომ ცოტა უფრო უხეში ნაკვთები ქონოდა თავარ გულის, მაგრამ შემდეგ მათ შორის ჩემი ძმის რჩევით გადავწყვეტეთ, რომ უფრო რბილი ფაქტურა ქონოდა სახის, რომელსაც მე დავამახინჯებდით. და რაც თავარი იყო, აუცილებლად გჭირდებოდა პროფესიონალი მსახიობი, რომელიც ფილმში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნებოდა კადრში. ანუ არის უხვად სცენები, სადაც ის მარტო თამაშობს, ხო? მარტო. თემიკო, შენთვის რატომ იყო საინტერესო ამ ფილმზე მუშაობა? შენ დაგიბრუნდები როგორც დებიუტანტ რეჟისორს და მაყურებელს გავახსენებ, რამდენი თქვენთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმის სცენარზე აქვს ამ კაც ნამუშევარი. პირველ რიგში მოგესალმებით, იგივეს გავიმეორებ პირველად ვარ თქვენთან ტელევიზიაში და სასიამოვნოა შენი სტუმრობა ჩვენთან. რაც შეეხება ძალიან ადრე მანამ დავიწყებდით გადაღებას დამკავშირდა ირაკლი და მითხრა რომ ესეთი იდეა აქვს, ესეთი სურვილი აქვს და შეტანილი აქვს ფილმის სცენარი კინოცენტრში და ელოდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ელოდება რეზულტატს და გამომიგზავნა სცენარი და რა აზრის იქნებიო რომ ერთად ვითანამშრომლოთ ვიმუშაოთ. როგორც კი წავიკითხე სცენარი ინწუჩივე ავენთი ამ ისტორიით და ირაკლის იმდენი ხანია ვიცნობ როგორც ნიჭიერ და ძალიან წარმატებულ სცენარის და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. ას მიფიქრია იმაზე, რომ ირაკლი დებიუტანტი რეჟისორია და მისი რაღაც პირველი ავიჯია იმასთან, იმიტომ რომ ეს არ არის შორებელი ადამიანი კინოსგან, ანუ კინოს სამზარეულო ისევე იცის, როგორც თქვა მსახიობმა, როგორც თქვა ხატვარმა და ასე შემდეგ, ვინც მიმუშაოს ფილმზე და რა თქმა უნდა ეგრევე დავხტავდი. ვინ არის შენი პერსონაჟი? ჩემი პერსონაჟი არის ადამიანი დევნილი, გამოვლილი ამ მთელ უბედურებებში, ამ ომის ქარცეცხლში, ინვალიდი, რომელიც ეტლით გადაადგილდება. ეს თავარი არ არის, ეს არის საერთოდ ტრაგედია ამ ომების, ამ დევნილობის, ამ თვითონ ამ სიტუაციის, ამ უაზრობის, რომელიც არა მარტო თქვა ჩვენგან ვიცადეთ საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოს პრობლემაა და ოჯახი როდის ყველაფერი გადაიტანა, არ არის ყველაფერი ესე მარტივად ოჯახში. ძალიან აი მოკლე დროში ჩემი აზრით, აი რამდენი ქრონომეტრაჟით, რამდენი ხანის მიდის ფილმი, ჩატეულია ძალიან ბევრი ისტორია. ოღონდ ცოტა ოდნავ ღრმად არის, ცოტა მოსაქექია, რომ გაყვე ამ ისტორიას და ამ ადამიანის ტრაგედია ის არის, რომ არა მარტო თქვა ინვალიდია, არა მარტო თქვა დევნილია, არამედ უკვე გამოთიშულია რაღაც ცხოვრებას ყველანაირი მხრიდან და ძალიან ესეთი ტრაგიკული და საინტერესო ტიპაჟია ჩემთვის, რომელიც ძალიან ნაცნობია რა, ანუ
ჩვენ ბევრს არ უყვირდებით ხოლმე ამას ისე სიღრმისეულად, იმიტომ რომ უბრალოდ ვიცით, რომ ვიღაც არის დევნილი და ნუ განვიცდით, რომ დევნილია და ამ დევნილობის უკან კიდე ბევრი შინაგანი ტრაგედიებია. საიდან გაჩნდა სცენარის იდეა? სცენარის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა ჩემი სტუდენტის იდეა. წავიკითხეთ თუ არა, მან მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო ეს. ვინ არის ეს სტუდენტი? თამთა იობაია, რომელსაც მინდა მივესალმო აქედან თუ უყურებს ახლა და მიულოცო რომ მისი იდეა განვახორციელეთ. და მე ჩემი პირველი დებიუტი გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა სუცი სცენარი და სარეჟისორო დებიუტი. ეს არის ძალიან ნიშანდობლივი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელსაც აქვს ნამუშევარი მოგზაურობა ყარაბაღის სამივე სერიას სცენარზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს მიღებული ემის ჯილდო, ერთ-ერთი ბრიტანული კინო პროდუქტისთვის, რომელსაც ერქვა ბავშვები გისოსებს მიღმა, სადაც ფილმში გამოყენებული ქართული გადაღებების კვლევა და მთლიანად შენზე იყო მონდობილი და სწორედ ამ კვლევისთვის ემის ჯილდო გაქვს დღეს სახლში და მე და ლევან ადამიანს. შენ და ლევან ადამიანს. და შენ ირჩევ უცებ რეჟისორის კარიერას და თან არ გადაგიწყვეტია გადაიღო ფილმი შენსავე სცენარზე. რა არის ეს რაღაცა განსაკუთრებული შემოქმედებითი პროცესია, როდესაც სხვის სცენარზე მუშაობს სცენარისტი? მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მანამდეც ისე ვფიქრობდი, რომ თქვა რეჟისორის პროფესია სულ სხვა რამ არის, სცენარისტის პროფესია სულ სხვა რამ არის და როდესაც თქვა გადავწყვიტე ერთ დღესაც რომ ფილმი გადამეღო და მეც მქონდა რაღაც პროექტები და რაღაც იდეები, საბოლოო ჯამში მაინც გავჩერდი სხვის იდეას და სხვის სცენარზე, იმიტომ რომ უფრო ადვილია იმუშავა ალბათ როგორც რეჟისორმა სხვის სცენარზე და უფრო უხეში ხარ და რაღაცები არ გენანება. მივხვდი რას უშვებიან რეჟისორები და რატომ უშვებიან ჩემს სცენარებს. გასაგებია. ასევე მინდა მაყურებელმა იცოდეს, რომ ირაკლი სოლომონიშვილი გახლავთ მთელი ცხოვრება, რაც გიცნობთ ახალგაზრდობიდან, სხვადასხვა ტელევიზიების ანონსების სცენარისტი. აი თქვენ წლების განმავლობაში, თქვენ საყვარელ არხებზე რომ რაღაცას გიანონსებენ, ფილმებს, გადაცემებს, არ ვიცი, სერიალებს, მომდევნო ფრაგმენტებს, რაც კი გაინტერესებთ ამ არხებზე, ანონსებს აკეთებს და წერს ირაკლი. ასევე მისი ძმაც არის აქტიური რეჟისორი, რომელსაც კინოში უფრო დიდი გამოცდილება აქვს კიდევ. მაინტერესებს ბესო, რამდენად გეხმარებოდა ამ პროცესში და საერთოდ თუ ჩააყოფილი ფეხი. ბესომ როგორც უფროსმა ძმამ დამინდო, გადაღებაზე დადიოდა, ოღონდ გვერდიდან მიყურებდა და არ ერეოდა, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ მისთვის. თქვა ფილმის მოსამზადებელ პერიოდში, რა თქმა უნდა, მის გარჩევებს ვიღებდი, მაგრამ უშუალოდ გადასაღებ მოედანზე, ობიექტზე მხოლოდ გვერდიდან იდგა და მადლობელი ვარ მისთვის, იმიტომ რომ ვიცოდი რომ თქვა რაღაცა გქონდა მუღამი რომ, მაგრამ არ მოგკარებია. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვიცი რომ საფესტივალო ცხოვრებისთვის ემზადება თქვენი ფილმი, რომელსაც ქვია დევნილი, ეს მოკლემეტრაჟიანი ახალი ქართული ფილმია. ჩვენ განგებ არ ვახსენეთ ფინალი ამ ფილმის, მაგრამ აუცილებლად მინდოდა ჩვენი სტუმრობის ბოლოს ამისთვის ხაზი გამესვა, იმიტომ რომ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ფილმში მოხდება ის, რაც არის ყოველდღე წარმოუდგენელი თქვენი ფანტაზიისთვის. დიდი მადლობა. ჩვენ ამ ფილმს დაველოდებით ეკრანზე. უკაცრავად თემიკოსთან ერთად მე მინდა აღვნიშნო ჩემთვის სასიხარულო ამბავი, რომ ამ ფილმში შედგა დებიუტი ძალიან ნიჭიერი პატარა მსახიობის, ეს არის ანასტასია ლოგოა, რომელსაც იმედია რომ მიულოცავ აი ამ ფილმს ოდესმე. დიდი მადლობა. თემიკო ჭიჭინაძე, ირაკლი სოლომონაშვილი იყვნენ დღეს ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ამით დღეს ვასრულებთ, მხოლოდ იმიტომ რომ ხვალ 12:15 წუთიდან კვლავ TV პირველზე მოგესალმებით. ნახვამდის.